პირველ რიგში მინდა რომ ერთი პატარა ვიდეო ჩაგიწეროთ ახლა წარსულის გავლენის შესახებ და ან პირობების სიტუაციის შესახებ ახლანდელი მდგომარეობა სავარაუდო მომავალი თქვენი ცხოვრების შესახებ. მგონი ცოტა კარგი რჩევა იქნება იმისთვის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა გაითავისოს რჩევები, შეიძლება ამ დროს ამ მომენტში თქვენ თვითონაც ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში იყოთ, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას გადაწყვეტილების მიღებაში და მე მინდა დაგეხმაროთ ჩემი აი ამ პატარა გაშლით. ჩაიფიქრეთ სიტუაცია. თქვენი წარსული მდგომარეობაში ძალიან დიდ ზეგავლენის ქვეშ იყავით. ძალიან დიდი ზეგავლენის ქვეშ პიროვნებისგან. გქონდათ დიდი მიჯაჭვულობა. საოცრად დიდი მიჯაჭვულობა გქონდათ. ყველა ასპექტში, სამსახურის თაობაზე, სიყვარულის თაობაზე, ყველაფერში გქონდათ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა. შესაძლოა ეს არ იყო ეხლა ისეთი მიჯაჭვულობა, რომ მაგიის ქვეშ ყოფილიყავით, თუმცა ამასაც არ გამოვეცხავ. ეკრანზე თქვენ ხედავთ მაგის არკანის გამოსახულებით და აქაც იგივე ამოვიდა. ვინც ცოტა აზრზე მიხვდება, აქ რა ხდება. ეს არის თქვენი წარსული. შესაძლოა მეორე ვარიანტიც გითხრათ ახლა. შესაძლოა თქვენ თვითონ იყოთ მაგი, რომელმაც იცის ადამიანის მორჯულება, თავის ჭკუაზე ტრიალი. ან უბრალოდ სუდად არ გამოიყენოთ, არ იყენებდით კარგად იყენებთ თქვენ სპეციალობას და თქვენ საქმიანობას. შეიძლება ბევრი პრაქტიკოსი მიყურებდეთ ახლა. ეს თქვენ თავზე მოარგეთ. ან იყავით მოჯადოვებული ვინმე პიროვნების ქვეშ, ან თქვენ თავად ხართ, ვისაც აჯადოვებთ ვინმეებს. მოერგეთ თქვენ თვითონ. ეს არის თქვენი წარსული სიტუაცია. რადგან წარსულში ამოგვივიდა, მეტი ალბათობით თქვენ იყავით ვინმე მაგი პიროვნების მიმართ მოჯადოვებულ სიტუაციაში და მინდა ახლა გავიგოთ თქვენთან ერთად, თქვენ როგორ ხართ ახლა? რა სიტუაციაში ხართ თქვენ ახლა? ახლანდელი თქვენი მდგომარეობა არის ახალი მიზნებისკენ მისწრაფული, ახალი ცოდნისკენ მისწრაფული. არ გამოვრიცხავრო თქვენ ასაკით, ან ბავშვური შემორჩენილი ცხოვრებისეული გამოცდილებებით. ნახეთ, შესაძლოა იყოთ ასაკოვანი, ზრდასრული პიროვნება, მაგრამ თქვენი მიჯაჭვულობა თუ არ გამოვრიცხავთ, რომ წავიდეთ იმ აზრისკენ, რომ თქვენ ვინმე პიროვნებისგან იყავით, მიჯაჭვულ მდგომარეობაში იყავით და
თქვენს ცხოვრებაზე მაგიური ზეგავლენა იყო, აქედან გამომდინარე, კარგად მომისმინეთ, რასაც ვამბობ, შესაძლოა ძალიან ახლოს იყოს თქვენთან ეს სიტუაცია. თქვენ დატოვეთ ალბათ, დატოვეთ. აქ ჩანს, რომ დატოვეთ თქვენ ის მიჯაჭვულობა, ის სიტუაცია. და თქვენ იწყებთ ახალ ცხოვრებას, სწავლას, განათლებას. წელში გამართული, სრულიად მარტო დაისახეთ თქვენ გეგმები. მათთვის, ვინც თავად არის მაგი, ჩემო კარგებო, თქვენი კეთილი გადაწყვეტილებები, თქვენი ახალი მიზნები, თქვენი ახალი ჩანაფიქრები მიიჩქარის ძალიან დიდი გადაწყვეტილებების ამბიციებით, თქვენ ხართ ახლა ამ ეტაპზე ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენი მიზნები ძალიან მომწონს თქვენი მიზნები. აქ მე ვერ ხედავ ცუდ მიზნებს, ცუდ გეგმებს, ცუდ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა ბავშვური ოცნების ასრულება გსურთ. დიდი ხნის ნანატრი და თქვენ ამას შეძლებთ. იმიტომ რომ ზებუნებრივად თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ. თქვენ გაქვთ ამის ძალა. თქვენ ყველაფრის ძალა გაქვთ. თავარი ამას მიაგნოთ. აქ ლაპარაკი არ არის არა მხოლოდ მაგებზე. საუბარია მხოლოდ იმ პიროვნებაზე,